მოგესალმებით მეგობრებო, ახლა მე გასწავლით ერთ მეთოდს, რომელსაც მივაგენი იმისთვის, რომ ავიცილოთ სამომავლოდ წყლის ფარული ჟონვა. ნახეთ, ჩასაშენებელ მექანიზმებში დაშორება არის ხოლმე ხშირად ესე დატოვებული. აქაც ხედავთ, ძალიან უშუალოდ იყო პაკეტებული და ეხლა ეს უნდა დავამუშავო, გავამზადო. რა უნდა გავაკეთოთ, ნახეთ, უშუალოდ აქ არსებული ხუფები შეგვიძლია გამოვიყენოთ ამის დასაცავად. ეხლა ეს ზომაზე მოვჭერი და აი ეს დამუშავდება, აქედან გამოსული წყალი ქვევით აღარ ჩავა, გადმოვა გარეთ. შეხედეთ მეგობრებო, აქ რო რაღაცა გადაბმაში პრობლემა შეიქმნას, ეს წყალი უკვე გამოვა გარეთ. აქაც ანალოგიურად. ასე რომ ხუფებს ნუ გადააგდებთ, გამოიყენეთ მსგავსად, რომ არ გქონდეს შემდეგ პრობლემები. მოგესალმებით მეგობრებო, ახლა მე გასწავლით ერთ მეთოდს, რომელსაც მივაგენი იმისთვის, რომ ავიცილოთ სამომავლოდ წყლის ფარული ჟონვა. ნახეთ, ჩასაშენებელ მექანიზმებში დაშორება არის ხოლმე ხშირად ესე დატოვებული. აქაც ხედავთ, ძალიან უშუალოდ იყო პაკეტებული და ეხლა ეს უნდა დავამუშავო, გავამზადო. რა უნდა გავაკეთოთ, ნახეთ, უშუალოდ აქ არსებული ხუფები შეგვიძლია გამოვიყენოთ ამის დასაცავად. ეხლა ეს ზომაზე მოვჭერი და აი ეს დამუშავდება, აქედან გამოსული წყალი ქვევით აღარ ჩავა, გადმოვა გარეთ. შეხედეთ მეგობრებო, აქ რო რაღაცა გადაბმაში პრობლემა შეიქმნას, ეს წყალი უკვე გამოვა გარეთ. აქაც ანალოგიურად. ასე რომ ხუფებს ნუ გადააგდებთ, გამოიყენეთ მსგავსად, რომ არ გქონდეს შემდეგ პრობლემები.